ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ ფულის გაგზავნის გვერდზე. და შეავსოთ, როგორც ხედავთ, გადავედით უშუალოდ ფორმაზე, რომელიც უნდა შეავსოთ, რათა გაუგზავნოთ თანხა სხვა ემანის მომხმარებელს. პირველ ველში მიმღების ანგარიში უნდა ჩაწეროთ ემანის ანგარიშის ნომერი იმ ადამიანისა, რომელსაც უგზავნით თანხას. ეს უნდა იყოს 9-ნიშნა ციფრი, რომელიც უნდა მოგაწოდოთ იმ ადამიანმა, რომელსაც უგზავნით თქვენ თანხას. ემანის სისტემა ავტომატურად ანიჭებს თითოეულ თავის მომხმარებელს რაღაც უნიკალურ მაიდენტიფიცირებელ 9-ნიშნა ციფრს, რომლის მიხედვითაც ხდება გადარიცხვები ემანიში. დავუშვათ, ჩავწეროთ 36 00 23 100. როდესაც თქვენ აქ ჩაწერთ მიმღების ანგარიშის ნომერს, ავტომატურად გაიხსნება ქვედა ველები. როგორც ხედავთ, გაიხსნა, თუკი ყველაფერი სწორია, რა თქმა უნდა, და თუკი ეს ნომერი სწორია, გაიხსნება ქვედა ველები. ზოგიერთ ბროუზერში არ იხსნება ხოლმე ქვედა ველები გარკვეული პრობლემის გამო და უბრალოდ დააწექით ამ შემთხვევაში Enter კლავიატურაზე Enter ღილაკს. თუკი თქვენ აქ ჩაწერეთ ნომერი და არ გაიხსნა ქვედა ველები, არ გააქტიურდა, დააწექით ღილაკს Enter. ამ შემთხვევაში გაიხსნება ქვედა ველები. გადასარიცხი თანხა. გადავედით მეორე ველზე. აქ უნდა ჩაწეროთ გადასარიცხი თანხის ოდენობა ლარებში. დავუშვათ, ეს არის 150 ლარი. მესამე ველი ავტომატურად გენერირებადია. ეს არის საკომისიოს ველი, რომელსაც ემანი იღებს შიდა გადარიცხვების დროს. ეს არის 0.70%. როგორც ხედავთ, 150 ლარზე დაგენერირდა საკომისიო ავტომატურად, რამაც შეადგინა 1.5 ლარი. მოკლე აღწერა. მეოთხე ველში მოკლე აღწერის ველი, თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია. ეს ველები, მოკლე აღწერა და დამატებითი ინფორმაციის ველები ხილვადი არის თანხის მიმღებისთვის, ასე ვთქვათ, ანუ რასაც აქ ჩაწერთ, ამ ინფორმაციას იხილავს თანხის მიმღები. დავუშვათ, თქვენ იხდით რაიმე გადასახადს, ან რაიმე სერვისი გამოიყენეთ და ამისთვის იხდით თანხას. აქ ჩაწერთ ამ სერვისის აღმწერ, რაიმე მოკლე აღწერას. ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩავწეროთ ტესტ და დამატებითი ინფორმაციის ველშიც ჩავწეროთ ტესტი. გადავედით ჩარიცხვის დადასტურების ფუნქციაზე, ასე ვთქვათ. ეს არის ფუნქცია, თუკი თქვენ, ანუ ასე ვთქვათ, ერთგვარი დაზღვევის სახით, თუკი ჩარიცხვის დადასტურებას მონიშნავთ, აი ამ ველს, აქვე უნდა აღნიშნოთ დაბრუნების ვადა. როდესაც ამას მონიშნავთ, თანხის მიმღებმა უნდა შეიყვანოს ემანის მიერ გენერირებული 4-ნიშნა ციფრი, რათა მიიღოს ზემოთ აღნიშნული თანხა. სისტემა ამას ავტომატურად დააგენერირებს და შემდეგ გვერდზე თქვენ ნახავთ ამ 4-ნიშნა ციფრს და თქვენ თვითონ უნდა მიაწოდოთ ეს 4-ნიშნა ციფრი თანხის მიმღებს, რათა მან შემდგომში მიიღოს ეს თანხა თავის ანგარიშზე. ხოლო თუკი დაბრუნების ვადის პერიოდში, დავუშვათ ამ შემთხვევაში 3 დღე, მომხმარებელმა, ანუ თანხის მიმღებმა არ შეიყვანა ის 4-ნიშნა ციფრი, თანხა დაგებრუნდება თქვენს ემანის ანგარიშზე. დააწექით ღილაკს თანხის გაგზავნა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადავედით საბოლოო პაროლით დადასტურების გვერდზე, სადაც ბოლო ველში შეიყვანეთ თქვენი პაროლი, უნდა შეიყვანოთ თქვენი ემანის ანგარიშის პაროლი და გადარიცხვის დასადასტურებლად დააწვეთ ღილაკს გადარიცხვის დადასტურება, მაგრამ მანამდე აქვე შეხედეთ დასტურის კოდი. ეს არის ზუსტად ის სისტემის მიერ გენერირებული 4-ნიშნა ციფრი. ყოველ გადარიცხვაზე, რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვაა. 4-ნიშნა ციფრი, რომელიც უნდა მიაწოდოთ თქვენ თანხის მიმღებს, რათა მან
დაადასტუროს თანხის მიღება და მის ანგარიშზე ჩაირიცხოს მითითებული თანხა. თუ კი დაბრუნების ვადის პერიოდში ეს 4 ნიშნა ციფრი თანხის მიღება არ შეიყვანა თავის ანგარიშზე, მაშინ თანხა დაგიბრუნდება თქვენ უკან. დააწეკით ღილაკს გადარიცხვის დადასტურება და რამოდენიმე წამში თანხის მიმღები მიიღებს მითითებულ თანხას. მადლობთ ყურადღებისთვის.